ჩვენ კი განვაგრძობთ დღეს 21 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით ტელევიზიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1996 წელს გაეროს ყოველწლიური ინიციატივის ფარგლებში დამტკიცდა და მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. სწორედ ამ დღეს ჩატარდა ტელევიზიის პირველი მსოფლიო ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიები განათლების, კულტურის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხზე მომზადებული გადაცემების გაცვლაზე შეთანხმდნენ. როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, კაცობრიობის უდიდესმა გამოგონებამ თავისი არსებობა გასულ საუკუნეში დაიწყო. რადგანაც ამ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიას და საბჭოთა კავშირში ელექტრონული სხივების გამოყენებით პირველი ექსპერიმენტები უკვე ტარდებოდა, რათა შორ მანძილზე გამოსახულების გადაცემის მიღება ყოფილიყო შესაძლებელი. ამისთვის გამოიგონეს ეგრეთ წოდებული ლიკათოდის მილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტელევიზორის განუყოფელ ნაწილად და საუკუნის მთავარ გამოგონებათაც იქცა. ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ქვეყანა, სადაც 1928 წელს სულ პირველი ტელევიზია შეიქმნა. მომდევნო წელს დიდი ბრიტანეთით შეუერთდა ამ ინიციატივას, რომელსაც მოჰყვა გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები. რაც შეეხება საქართველოს ქვეყნის პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. გადაცემებს კვირაში 3 ჯერ 2 საათის განმავლობაში ეთმობოდა ეთერი. მოგვიანებით ამ პროგრამამ ყოველდღიური ფორმატი შეიძინა. 2005 წლიდან კი საქართველოს ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა. დღეს ქართულ მედია ბაზარზე სხვადასხვა კონტენტის და ფორმატის ტელევიზიები მაუწყებლობენ, მათ შორის 30 წელზე მეტია, რაც რუსთავი ორის სუნავს ჩვენი მაყურებლის ინფორმაციულობაზე. ის ერთ-ერთი პირველი კერძო მაუწყებელია, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. საინტერესოა პირველი ტელევიზორის გამოგონების ფაქტიც, რომელიც ჯონ ლოჯის ბერდის სახელს უკავშირდება. შოტლანდიელი ინჟინერ-მექანიკოსი, ის ადამიანი აღმოჩნდა, ვინც პირველი სატელევიზიო გამოსახულების მიღება მოახერხა. მის მიერ აღბეჭდილი გამოსახულება შავ-თეთრი და ძალიან ბუნდოვანი იყო, როგორც ირკვევა, მას ბავშვობიდან სურდა შეექმნა აპარატი, რომლის მეშვეობითაც ცოცხალი გამოსახულების გადაცემა იქნებოდა შესაძლებელი. მას შემდეგ მსოფლიოში არსებულმა ტელევიზიებმა განვითარების არაერთი ეტაპი გამლეს და ის დღესაც ისეთივე აქტუალურობით სარგებლობს, როგორც წლების წინ. იმის მიუხედავად, რომ მუდმივად მიდის მსჯელობა ახალი მედიების მიერ ტელევიზიების და ტელევიზორის ჩანაცვლებაზე, ეს ალბათ კიდევ ბევრი წლის ამბავია. საინტერესო სტატისტიკური მონაცემებიც არსებობს. დღეს მსოფლიოში ტელევიზიის სიყვარულთან დაკავშირებით ერთ-ერთი ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით 5.4 მილიარდი ადამიანი აღნიშნავს, რომ მათ სახლში აქვთ ტელევიზორი და მას უყურებს ხოლმე. ამ ადამიანების 70% კი რეგულარულად უყურებს სატელევიზიო პროგრამებს. კვლევითმა კომპანია Glens Media-მეტრმა 86 ქვეყნის მონაცემები შეაჯამა გასულ წელს და დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში თითო ადამიანი საშუალოდ 2 საათსა და 19 წუთს ატარებს ტელევიზორთან. და სავარაუდოდ უყურებს დილის გადაცემას. მათი ნაწილი ისეთი დრო დააფიქსირა თეომ, რომ ეჭვი მაქვს აუცილებლად ილამშვიდობისა საქართველოს უკავშირდება. მიულოცოთ ჩვენს კოლეგებს აუცილებლად ერთმანეთსაც და მნიშვნელოვანი თარიღია ადამიანებისთვის, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ეს სივრცე კამერები ძალიან გვიყვარს. დიდი მადლობა მეგობრებო ამ ინფორმაციის გაზიარებისთვის. ახლა